ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას პროექტის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. მასში მონაწილეობა ქვეყნის რეგიონებიდან დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებმა მოსწავლეებმა მიიღეს. მათ წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები, რომლებიც ასახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილების მიმართ. მათ ხედვას კონკურსის სახელწოდებით დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლება და გარემოსდაცვითი საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. გარემოსდაცვითი პროექტი ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას ეს არის არაფორმალური განათლების მიმართულებით შემეცნებითი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ფორმალურ განათლებაში მიღებული ცოდნის გამყარებას ველურ ბუნებაში. ჩემს ესეში ნაცვლად წარმოვაჩინე დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა და მინდა ადამიანებს მოუწოდო იმისათვის, რომ არ დაანაგვიანონ გარემო და მოუფრთხილდნენ მას, რადგან შემოუნახოთ მის მომავალ თაობებს. დედამიწა ჩვენი სახლი არის, ამიტომაც მას უნდა მოუფრთხილდეთ და ეს ჩვენი ვალია. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ამ პროექტს, რადგან მიმანიჭა და ჩემი თვალთახედვა გააძლიერა თუ როგორად მნიშვნელოვანია ბუნება არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ სოფლიოსთვის. მე ვარ გამარჯვებული ესეში და ჩემს ესეში წარმოადგინე თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოლხეთის ეროვნული პარკი არა მარტო ფოთისთვის და არამედ საქართველოს